სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ვორენ ვირსბის ბიბლიური კომენტარების ახალ აქტმას. კომენტარებს ბატონი ვორენი არქმევს მეფის ტანჯვა და სიკვდილი. ჩვენა ვართ 25 ნაწილზე და მომავალ ალბათ კვირას ან რამოდენიმე დღეში 26 ნაწილსაც დავამთავრებთ ამითი მთლიანად მათეს სახარებას. და ხდება უკვე რედაქტირება ამისი და გავაგზავნეთ თბილისში რომ მე დაიბეჭდოს ეს წიგნად. უფლის წყალობით იმედია რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება. ძალიან საინტერესო ადგილი არის. მე შევეცადე რომ ყველა პარალელი მომეყვანა, რომ თქვენ გაგიადუოლდეთ, იმიტომ მცირე იყო მასალა ტექსტობრივად და შევეცადე ყველა ის სახარებისეული პარალელები იქნებოდა თუ ძველი აღთქმის განსაკუთრებით ესაიას წიგნიდან და რაც მე მთლიანად ვერ წავიკითხე, შეგიძლიათ თვითონ მოინიშნოთ და თქვენ თვითონ ჩაიხედოთ. აი კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რა მნიშვნელოვანია 4-ვე სახარების შეჯერება. აქ ახლა იოანეც ძალიან სინოპტიკური არის აღწერაში. ასე რომ იოანე ძალიან გამოგვადგება. ისეთ ფაქტებს ასახელებს იოანე, რომელიც სხვაგან არსად არ არის. იმიტომ ბოლო ეს მნიშვნელოვანი მომენტი იოანემაც ძალიან დეტალურად აღწერა და ძალიან საინტერესო რომ მთლიანად დავდგათ ეს თავში ეს ჩვენ მთლიანად ეს პერიოდი როგორ იყო ნების კვირიდან მოყოლებული, ჯვარცმით აღსრულებული და აღდგომით, სხვათა შორის აღდგომით, ხო? თვით მარკოზიც ყველაზე პატარა სახარება განსაკუთრებულ როლს თამაშობს და ისეთ დეტალებს გვაწოდებს, რაც სხვაგან არ არის. არ არის საინტერესო ხლა ეს და ღვთის სულმა, სულიწმინდა როგორ მისცა შთაგონება ყველა თითოეულთაგანს ამ 4-დან, ხო რომ ყველასგან შეევსო გამოტოვებული რაც იყო დაუშვათ სხვის მიერ. და საინტერესო არის, მოდით მოусვინოთ ახლა ჩვენ ამას. მეფის ტანჯვა და სიკვდილი, ჯერ წავიკითხოთ ტექსტი და შემდეგ დავიწყოთ კომენტარების მოსმენაც. 27 მუხლზე შევჩერდი ჩვენ. 26-ე იყო გახსოვთ ხო? მაშინ გაუნთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასარუნ ჯვარცმულიყო. დავიწყოთ 27 მუხლიდან. მათე სახარების 27 თავიც. გამგებლის ჯარისკაცებმა სამ სჯავროში წაიყვანეს იესო, გარს მთელი რაზმი შევოეხვია, ტან გახადეს და მეწამული მოსასხამი მოასხეს. ეკლის გვირგვინით დაწნეს და თავზე დაადგეს. მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს, მის წინაშე მუხლს იყრდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს იუდაველთა მეფე. აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავში ურტყამდნენ. დაცინით რომ გული იჯერეს, მოსასხამი მოხადეს, თავისივე სამოსელი ჩააცვეს და წაიყვანეს რომ ჯვარს ეცვათ. როცა გამოდიოდნენ, ნახეს კვირინელი კაცი სახელად სიმონი და აიძულეს მას ჯვარი ეზიდა. მისი ჯვარი ეზიდა, იესოს ჯვარი ეზიდა. და მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც ქვია გოლგოთა, რაც თხემის ადგილს ნიშნავს, თავის ქალის, ხო? მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად, რომ იგემა არინდომა დალევა. ჯვარს რომ აცვეს, წილისყრით გაიყვეს მისი სამოსელი. ისხდნენ იქ და დარაჯობდნენ მას. თავზე მოტკი დაწერილი ბრალდება მოათავსეს. ეს არის იესო, იუდაველთა მეფე. მასთან ერთად ჯვარს აცვეს 2 ავაზაკი, ერთი მარჯვნი და ერთიც მარცხნი. გამლელები კი თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას. ამბობდნენ: ტაძრის დამანგრეველო და 3 დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი თუ ღმერთისზე ხარ, გადმოდი ჯვრიდან. მღვდელთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებსა და უხუცესებთან ერთად და ამბობდნენ: სხვებს იხსნი და საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას. ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს. ხომ ამბობდა ძე ღმერთის ავარო. ან ღმერთის ძევარო. მასთან ერთად ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას. აი აქ ნახეთ 2-ვე ლანძღავს. იქ ესეთ ყურადღება, სხვა სახარებები მარტო იტყვის რომ 1. ესე იგი მასთან ერთად ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას. მე-6 საათიდან მე-9 საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა. მე-9 საათი იქნებოდა რომ დიდი ხმით შეძახა იესომ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი. რას ნიშნავს? ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო. რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე? იქ მდგომთაგან ზოგიერთმა გაიგონეს ეს და თქვეს: ელიას უხმობსო. უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ხრუბელი, ზმნით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და სასმელად მიაწოდა. სხვები კი ამბობდნენ: მოიცად ნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელადო. ხოლო იესომ კვლავ შეძახა დიდი ხმით და
სული განუტევა. და მაღლიდან დაბლამდე ორად გაიხა ტაძრის კრეცსამბელი. შეიძრა დედამიწა და დასკდა კლდეები. სამარხები გაიხსნა და მრავალი მიძინებული წმინდანის სხეული აღდგა. გამოვიდნენ სამარხთაგან მისი აღდგომის შემდეგ, ნახეთ, შევიდნენ წმინდა ქალაქში და მრავალს ეჩვენენ. ახლა ლაპარაკია, ასე იგი, ქრისტეს აღდგომის შემდეგ, როცა აღდგება, მერე შედიან ქალაქში. ესეც მიაქცეთ ყურადღება. ესაც შეიძლება ბევრს გამორჩეული ქონდა, რომ ეგონათ რომ აღდგენდა, მაშინ შევიდნენ ქალაქში. არა, ქრისტეს აღდგომის შემდეგ მოხდა მერე შეცვლა. ასისთავმა და მასთან ერთად იესოს მოდარაჯეებმა მიწისძვრა და ყოველი მოხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეშიდნენ და თქვეს, ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო იგი. იყო იქ შორიდან მომზირალი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობისა და იოსების დედა და ზებედეს ძეთა დედა. როცა მოსაღამოდა, მოვიდა მდიდარი კაცი არი მათიიდან, სახელად იოსები, რომელიც იესოს მოწაფე იყო. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. და ბრძანა პილატემ რომ მიეცათ. აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში. დაასვენა იგი თავის სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა. იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც საფლავის წინ ისხდნენ. პარასკევის შემდგომ დღეს მღვდელმთავარი და ფარისევლი შეიკრიბნენ პილატესთან. თქვეს, ბატონო, გაგვახსენდა რომ ის მაცდურმა სანამ ცოცხალი იყო თქვა, 3 დღის შემდეგ ავდგებიო. ამიტომ უბრძანე მესამე დღემდე udaraჯონ სამარხს, რომ არ მივიდნენ მისი მოწაფენი, არ მოიპარონ იგი და არ უთხრან ხალხს, მკვდრეთით აღდგაო და უკანასკნელი საცდური პირველზე უარესი იქნება. უთხრა მათ პილატემ, თქვენ ყავთ ცველები, წადით და udaraჯეთ, როგორც იცით. წავიდნენ, უსაფრთხო ყვეს სამარხი, დაბეჭდეს და მცველებიც დააყენეს. აი ნახეთ რა დეტალებსაც იმაშობა და გთხოვთ, წაიკითხოთ მარკოზიც ეს ადგილი მთლიანად, ლუკაც და იოანეც. აი ეს ბოლო ადგილი და ნახავთ რამდენ შეავსება, მაგალითად პილატეს გაოცებას, რომ უკვე გარდაცვლილი იყო იესო. იცით ხომ, რომ მივლენ მუხლების გადასამტვერლად, უკვე იესო უკვე მკვდარი იყო, სხვებს გადაუმტვრევენ. წვივებს, იმიტომ რომ სისხლი მალე დაიცალოს და გარდაცვლილიყო და იესო უკვე გარდაცვლილიყო და აი ეს ნიუანსი რომ პილატეს ამილვენ პილატეს გაოცდება. მათ ეს არა აქვს. ასე რომ წაიკითხეთ ბევრი ძალიან საინტერესო იქნება ეგ. ვიყვეთ ახლა ჩვენ კომენტარებს მეფის ტანჯვა და სიკვდილი. მათე და სხვა სახარების ავტორები აღწერენ ჩვენი უფლის ტანჯვისა და სიკვდილის ისტორიულ ფაქტებს. ხოლო ამ მოვლენის თეოლოგიური მნიშვნელობის ახსნა ახალი აღთქმის ეპისტოლების ავტორებს ევალებოდათ. ისტორია ამბობს რომ ქრისტე მოკვდა, მაგრამ თეოლოგია ხსნის, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის. 1 კორინთელთა წერილის მე-15 მესამე მუხლი. ნახეთ რა მნიშვნელოვანია ეპისტოლეები. იმიტომ რომ მარტო ისტორია არ არის სულიწმინდა მერე გვიშლის პავლეს, პეტრეს მეშვეობით, ხომ იონეს მეშვეობით სხვა ეპისტოლეებში იმას თუ რისთვის გარდაიცვალა ქრისტე, თეოლოგიას, დოქტრინას, აი აქ უკვე ნახეთ როგორ მოისუსტებენ კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც, რომლებსაც საერთოდ იგნორირებული აქვს. თვით ვიტყოდი პროტესტანტები საქართველოშიც ხომ გამოწვევით არ სწავლობენ ბიბლიას, თუ მიაქცევთ, ექსპოზიცია მათთან არ არის, რომ დაიწყონ ერთი წიგნი და მთლიანად მიყვნენ. თემატობრივად არჩევენ და ესეც იმის ნათელია, რომ მათად არ აინტერესებთ, რომ რევლი განათლებული იყოს ყველანაირად. არამედ მანდაც რა ტენდენცია ბაპტისტები იქნებიან სოღულაშვილის თუ ოლეგ ხუბაშვილის პენტაკოსტელები. გესმით რაზეა ლაპარაკი? იმიტომ რომ ხალხს არ ანათლებენ ეგენი, თვალს არ უხელენ. მოდით ახლა განვიხილოთ სხვადასხვა სახის ტანჯვა, რომელიც ჩვენმა უფალმა იმ დღეს გადაიტანა. ჯარისკაცების დაცინვა პირველი. იესოს წინააღმდეგ ოფიციალური ბრალდება ის იყო, რომ ის იუდეველ მეფედ გამოცხადა. ჯარისკაცებმა ისარგებლეს ამ ბრალდებით, ცინიკურად მასხარა დაიგდეს იგი და ვითომ პატივი მიაგეს მეფეს. ეს იყო ძალიან სასტიკი მოპყრობა უდანაშაულო პატევნესიმად, რომელიც უკვე ძალიან ძლიერად ნაცემი იყო, ის ხომ გაშოლტეს. მაგრამ პილატემ არაფერი გააკეთა მათ შესაკავებლად. მას პირიქით გაუხარდა, რომ პატიმარი მისი ხელიდან უკვე მოშორებული იქნა. ჯერ ჯარისკაცებმა იესოს გახადეს და ძველი ჯარისკაცის მოსასხამი ჩააცვეს. წარმოიდგინეთ, როგორ აცმევდნენ შვიდობის თავარს. გასვოთ ესაიას მე-9 თავი ამ რაღაცა ნახმარ გადაგდებულ სამხედრო ფორმას. 6 მუხლს აგიკითხავთ ესაიას მე-9 თავიდან.
რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა, მის მხრებზე დაივანებს მართლობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის თავარი. მათემ სამოსელი ალისფრად აღწერა. მარკოზმა ეს სიტყვა იისფერად შეცვალა. წინააღმდეგობა არ არსებობს. მოწითალო იისფერი, კარგი აღწერა იქნებოდა ძველი გაცვეთილი სამოსისათვის. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ეკრძნო თავი ჩვენს უფალს, როდესაც ეს სამოსელი მის სისხლმდენ სხეულზე ჩამოაცვეს. მეფეს გვირგვინი უნდა ქონოდა, ამიტომ მათ შეკრეს მცენარის ეკლიანი ტოტები და თავზე ჩამოაცვეს მას. მათ კვერთხის სახით ლერწამი მისცეს და შემდეგ მის წინაშე თაყვანისცემა დაიწყეს. გიხაროდეს იუდაელთა მეფეო, გაიძახოდნენ. მათ გაიმეორეს ეს ყალბი პატივისცემა, რადგან არ იცოდნენ, რომ ის, ვინცაც დასინოდნენ, მართლაც რომ მეფეთა მეფე და უფალთა უფალი იყო. შემდეგ მათ ისეთი რამ გააკეთეს, რასაც ვერცერთი ქვეშენდომი ვერასოდეს გაუკეთებდა თავის მეფეს. მას აფურთხეს და ლერწამით სცემეს, თავში ურტყავდნენ. სანამ ზოგიერთი ჯარისკაცი მის წინაშე იხრებოდა, სხვები თავში ურტყავდნენ და აფურთხებდნენ. ამას ესაიას 50 თავშიც კითხულობთ ამ წინასწარმეტყველას მე-6 მუხლში. ზურგი ჩემს მცემელთ მივეცი და ლოყები წვერების მგლეჯელთ. არ დამიფარავს პირსახე დამცირებისგან და ფურთხისაგან. იესომ ეს ყველა დამცირება და ტკივილი უსიტყვოდ და წინააღმდეგობის გარეშე აიტანა. 1 პეტრეს 2:18. მისი მორჩილება არ იყო სისუსტის ნიშანი, ეს პირიქით იყო მისი ძალის ნიშანი. შემდეგი არის ჯვარცმა. ჯვარცმა იყო ყველაზე სამარცხვინო და მტკივნეული გზა დამნაშავის სიკვდილით დასაშელად. იესო უბრალოდ არ მოკვდარა, ის მოკვდა ჯვარცმით სიკვდილით. ფილიპელთა 2:8. რომაელ მოქალაქეების ჯვარზე გაკვრა არანაირად არ შეიძლებოდა. ასეთი სახით სიკვდილი დიდად სამარცხვინო იყო. სინამდვილეში ჯვარცმას არც კი ახსენებდნენ თავაზიან საზოგადოებაში. ეს იმდენად დამამცირებელი სიკვდილის დასჯის ფორმა იყო. იესო ქალაქგარეთ გაიყვანეს სიკვდილის დასჯის ადგილზე. ებრაელთა წერილი 13:12-13. პატიმარს მოეთხოვებოდა, რომ თავისი ჯვარი ან სულად მცირე ჰორიზონტალური მთავარი ძელი მას ეტარებინა და კისერზე პლაკატიც ქონოდა ჩამოკიდებული, რომელიც მის დანაშაულს გამოაცხადებდა. შემდეგ ეს პლაკატი მის თავზე ჩამოკიდებდნენ ჯვარზე, რათა ყველას დაენახა. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერებში ასე პირდაპირ არ არის ნათქვამი, როგორც ჩანს, იესოს არ შეეძლო უკვე ჯვრის ტარება. ეს კი იმ ჯგუფის წინსვლას, სვლელობას შეანელებდა. ჩვენ როდესაც გვახსენდება, რომ ის მთელი ღამე ფხიზლად იყო არ დაუძინია, მერე ჯარისკაცების მიერ გაშოლტილი, შეურაცხყოფ მიყელებული. ძალიან ადვილია რომ დავასკვნათ, რომ ის ძალიან უძლურად იქნებოდა. იესომ მაინც დაიწყო თავის ჯვარის ტარება, ამას იონეს სახარება გვეუბნება, ცდელობა იყო და იონეს სახარების მე-19 თავში გითხულობთ, ხოლო მარკოზის სახარების მე-15 თავში ნათქვამია და მიიყვანეს გოლგოთაზე. სიტყვასიტყვით ნათარგმნი. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჯარისკაცები დაეხმარნენ იესოს სვლაში. აქ მოტანა ტარების მნიშვნელოვანია თარგმანში. ამ სიკვდილით დასჯას არანაირი შეფერხება და შებრკოლება არ უნდა ქონოდა. იმიტომ რომ ებრაელთა პასექი ძალიან მალე უნდა მოსულიყო და იუდეველ ლიდერებს სურდათ, რომ მათი წმინდა დღე არ ყოფილიყო შეურაცხყოფილი დამნაშავეების გვამებით. ამას იონეს სახარებაში მე-19 თავში კითხულობთ. სვლელობის დასაჩქარებლად ჯარისკაცებმა იერუსალიმში ერთ-ერთი სტუმარი, ვიზიტორი, რომელიც სტუმრობდა, სიმონ კირენელი წაიყვანეს. ის იერუსალიმში პასექის აღსანიშნავად იყო ჩამოსული და ახლა ის უნდა დამცირებულიყო, რადგან იძულებული გახდა უცნობი დამნაშავის ჯვარი აეღო. რომაელ ჯარისკაცებს ნებისმიერი მოქალაქის გაწვევა შეეძლოთ და უფლებამოსილება დაევალებინათ, რაც უნდათ მათ. მარკოზი სიმონს ისე მოიხსენებდა, თითქოს მისი სახარების მკითხველი ამას აუცილებლად ამოიცნობდა. ვიდრე მარკოზი გვეუბნება მხოლოდ რომ ეს იყო ალექსანდრესა და რუფუსის მამა. მარკოზის სახარება 15:21. როგორც ჩანს, ეს ორი ვაჟი ეკლესიის ცნობილი წევრები იყვნენ. სავარაუდოდ ამ დამამცირებელმა გამოცდილებამ ასევე გამოიწვია სიმონის და მისი ოჯახის მოქცევა.
სიმონი იერუსალიმში ჩავიდა თავისი პასექის კრავის შესაწირად და შეხვდა თავად ღვთის კრავს, რომელიც მისთვის იქნა შეწირული. ჩვეულებრისამებრ ჯვარცმას აპირებდნენ ნარკოტიკული სასმელის, როდესაც ჯვარს ცვენდნენ, მას აძლევდნენ რაღაც გამაყუჩებელს, ხო, ნაღველი შერეული ძმარს, რადგან ეს ტკივილის შემსუბუქებას უწყობდა ხელს. მაგრამ იესომ უარი თქვა ამ სასმელზე და მან აღასრულა ღვთის ნება, რომ სრული კონტროლი თავის ძალებზე ესე წარდგენილიყო ჯვარცმის მისაღებად. ასევე ამით აღსრულდებოდა ფსალმუნი 68-21 მუხლი. მე 19-დან წაგიითხავთ. შენ იცი, ჩემი გალანძღვა, გაწმილება და შერცხვენა, შენ წინაშეა ყველა ჩემი მტერი. დამცირებამ გული გამიტეხა და დავსნეულდი. თანამ გრძნობს ველოდი და არავინ იყო. მან უგეშებელს და ვერ ვიპოვე. ნაღველი მომცეს საჭმელად და წყურვილისას ძმარი შემასვეს. ჩვეულებრისამებრ ჯარისკაცებისთვის სიკვდილით დაჯის დროს ამის შემდეგ ნადავლის გაზიარება იყო. ეს კი იყო 21 ფსალმუნის 18 თავის აღსრულება. ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს მოსასხამზე. მას შემდეგ რაც მათ დაასრულეს მთელი ამ დასაძვრის კენჭის რო უყარეს, ისინი დასხნენ და იქვე უყურებდნენ თუ რა მოხდებოდა. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ ცნობილ სასწაულ მოქმედად იყო აღიარებული. არავინ იცოდა, რამდენი მიმდევარი ყავდა მას და შესაძლოა ისინი მაშინაც კი მოსულიყვნენ მის განსათავისუფლებლად. მას ყავდა ერთი კაცი, რომელიც ზელოტი იყო, ხომ? გახსოვთ სიმონ ზელოტი მოციქულებში. ეს კი ფანატიკური ჯგუფის წარმომადგენელი იყო და არაფრის წინაშე ეს ჯგუფი არ შეჩერდებოდა, როდესაც საქმე რომის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებას და თავდასხმას მიდგებოდა. სახარების ჩანაწერების გაერთიანებით ჩვენ მივდივართ სრულ ბრალდებამდე, რომელიც მას წაუყენეს. ეს არის იესო ნაზორეველი, იუდაველთა მეფე. იუდაველები, მართველები არ ამტკიცებდნენ პილატეს ნაწილს, მაგრამ ამ ერთხელ მაინც პილატემ თავისი გაიტანა და დაწერა ის, რაც მას უნდოდა. იოანეს სახარების 19 თავი 21 და 22 მუხლი ამას გვეუბნება. ერთხელ ეს სათაური აღმოჩნდა პირველი სახარებისეული ტრაქტატი, რომელიც კი ოდესმე დაწერილა. მე წავიკითხავ ამ ადგილს იოანეს სახარების 19 თავიდან. წარწერაც დაწერა პილატემ და ჯვარზე მიამაგრა და იყო დაწერილი იესო ნაზორეველი იუდაველთა მეფე. ბევრმა იუდაელმა წაიკითხა დაწერილი, რადგან ქალაქთან ახლოს იყო ეს იესო ჯვარცმის ადგილი, ხოლო წარწერა ებრაულად, რომაულად და ბერძნულად იყო. ეუბნებოდნენ პილატეს იუდაველთა მღვდელთავები. ნუ დაწერ იუდაველთა მეფეს, არამედ რასაც ის ამბობდა, მე ვარ იუდაველთა მეფე. იუგო პილატემ, რაც დავწერე, დავწერე. როცა ჯარისკაცებმა ჯვარს აცეს იესო, აიღეს მისი სამოსელი 4 ნაწილად გაყვეს, ყოველ ჯარისკაცს თავისი წილი, კვართი, ხოლო კვართი შეკერლი არ ყოფილა, თავიდან ბოლომდე ნაკსოვი იყო. თქვენს ერთმანეთში, ნუ დავხებთ, წილი ვყაროთ მასზე, ნახოთ ვის შეხვდება, რათა აღსრულებულიყო წერილი, გაინაწილეს ჩემი ტანსაცმელი და წილი ხარეს ჩემს სამოსელზე. ამიტომ მოიქცნენ ასე ჯარისკაცები. ნახეთ, ეს არის ის ადგილი, ხო? მასში ერთ-ერთ ქურდს, რომელიც მასთან ერთად ჯვარს აცვეს, ეუწყა ეს კარგი ამბავი, რომ მის გვერდზე ჯვარზე მყოფი იყო მისი მხსნელი და მისი მეფე. სწორედ ამ წარწერით მოხდა ეს სახარებისეული ტრაქტატი, რომელიც მის თავზე იყო ჩამოკიდებული. მან გაბედა ამ ცნობის დაჯერება, იწამა და იესოს თხოვა მისი გადარჩენა. ახეთ პათე არ გადმოგცემს ამას, მაგრამ ჩვენ უკვე კითხულობთ სხვა სახარებებიდან ამას და რასაც მათე გვეუბნება, რომ ორივე აგინებდნენ მას, ორივე ავაზაკი. შემდეგი მოდის ებრაელი ხალხის დაცინვა. იესოს სიკვდილით შვიდ გარემოებაში და შენობაში იესოს სიკვდილი
შვიდ გარემოებაში და შენობაში კი არ მომხდარა, არამედ ის მოხდა ქალაქის ხმაურისა და აქტივობაში. ის სიკვდილით დასაჯეს საჯარო გზაზე. იმ დღეს, როდესაც შესაძლოა აქ ასობით ადამიანს გაევლო. ის ფაქტი, რომ მისი ბრალდება დაიწერა სამ ენაზე, ბერძნულად, ებრაულად, ლათინურად, მიუთითებს, რომ კოსმოპოლიტური ბრბო ჩაივლიდა იმ გოლგოთასთან თავის ქალის ადგილას, გოლგოთა ამას ნიშნავს. და ეს თავისთავად დამამცირებელი იქნებოდა, რადგან გამლელებს შეეძლოთ მწარედ დაეცინათ და ზიძღით შეეხედათ, შეეფურთხებინათ კიდევაც ესრულად იესოსათვის. და ეს წინასწარმეტყველებაც ასევე ფსალმუნიდან იყო. 21 ფსალმუნი 6:8. მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულელი ერის მიერ. ყველა ვინც მხედავს დამცინის, მქირდავენ და თავს აქნევენ. ეს კი იმდენად ცუდი იყო, რომ უბრალო ხალხი დასცინოდა მას, მაგრამ თავდასხმას იუდელი ლიდერებიც შეუერთნენ. მათ შეახსენეს მას მისი დაპირება, რომ 3 დღეში აღადგენდა ტაძარს. ეს ჩვენ მათეს სახარების 26 თავში წავიკითხეთ და იოანეც გადმოსცემს, როცა დაარბევს იესო, გახსოვთ ტაძარს, ორჯერ მოხდა ეს და იოანე აღწერს ამას სახარების დასაწყისში. თუ შეგიძლია ამის გაკეთება, ჩამოდი ჯვრიდან და დაგვიმტკიცე, რომ ღვთისძე ხარ. სინამდვილეში სწორედ ის ფაქტი, რომ იესო ჯვარზე დარჩა, ეს უფრო ამტკიცებდა მის ღვთაებრივ ძეობას. იუდეური მმართველები დასცინოდნენ მის მტკიცებას, რომ ის იყო მხსნელი. და 42 თავში სხვებს სიხსნი და საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ. ეს იყო ჩვენ რაც წავიკითხეთ ამ 27 თავის 42 მუხლში. მართლაც რომ მან სხვები გადაარჩინა და ჩვენს გვიხსნა მამის რისხვისაგან, ანუ მარადიული ჯოჯოხეთისაგან. მაგრამ თუ თავს ის დაიხსნიდა, მაშინ ჩვენ ვეღარ გადარჩებოდით და ვეღარავინ ვეღარ გადარჩებოდა ცოდვისაგან. იმიტომ რომ ის თავისი სიცოცხლის გადასარჩენად კი არ მოვიდა, არამედ იმისათვის, რომ ცოდვილები გამოესყიდა წყევლისაგან. შემდეგი არის მამის მიერ უარყოფილი. იესო, როგორც ხედავთ, დილის 9 საათზე ჯვარზე აცვეს და 9-დან შუადღემდე ის დღის სინათლეზე ჯვარზე ეკიდა, მაგრამ შუადღისას სასწაულებრივმა სიბნელე მოიცვა მიწა. ეს არ იყო რაღაცა ქვიშის ქარიშხალი, როგორც ზოგიერთ ზგონია დააბნელა მზე, როგორც ზოგიერთი ლიბერალი მწერალი საუბრობს. ეს იყო ზეციდან მოვლენილი სიბნელე, რომელიც 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. თითქოს მთელი ქმნილება თანაუგრძნობდა მის შემომქმედს. გახსოვთ მოსეს დროსაც ეგვიპტეში, პასექამდე 3 დღით ადრე სიბნელე ჩამოწვა. ამას ჩვენ გამოსვლის წიგნის მე-10 თავში კითხულობთ და წაგიკითხავთ 21 მუხლიდან. უთხრა უფალმა მოსეს, ცისკენ გაიწოდე ხელი, რათა იყოს წვდიადი ეგვიპტის ქვეყანაზე, ხელშესახების სიბნელე. და გაიწოდა მოსემ ხელი ცისკენ და წვდიადის ბურუსი ჩამოწვა მთელი ეგვიპტის მიწაზე 3 დღეს. ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ და არავინ ამდგარა თავისი ადგილიდან 3 დღე, ხოლო ისრაელის შვილებს სინათლე ქონდათ თავ-თავის სამყოფელში. აი, საოცრება კიდევ ესეც, ვისაც არ გახსოვდათ. ხოლო აქ კი 3 საათი სიბნელე იყო, სანამ ღვთისკრავი მოკვდებოდა მსოფლიო ცოდვებისათვის. იესომ ამ სიბნელის დადგომამდე სულ მცირე 3-ჯერ დაილაპარაკა. როდესაც ისინი ჯვარს აცმევდნენ, ის განმეორებით ლოცულობდა. მამაო, მიუტევე მათ, რადგან არ იციან რას აკეთებენ. ამას ლუკას სახარება გადმოგცემ ჩვენ 23 თავში. ის ესაუბრა ასევე მონანიებულ ქურდს და დაარწმუნა ავაზაკს, ხომ? დაარწმუნა იმაში, რომ მისთვის ადგილი სამოთხეში უკვე დაჯავშნული იყო. ამასაც ლუკას სახარება გადმოგცემს იგივე 23 თავში. მე წავიკითხავ 39 მუხლიდან. ერთი ჩამოკიდებული ავაზაკი გმობდა მას. ხედავთ, ლუკა ამბობს ერთი და ჩვენ მათესთან წავიკითხეთ, რომ ორივე გმობდა თავიდან. განა ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც. მეორე გაუჯავდა და უთხრა. ესე იგი მოგვიანებით, როცა ადამიანი დარწმუნდა უკვე რომ იესო იყო ქრისტე. ნახეთ, შეცვალა აზრი და უკვე მორწმუნე გახდა. ნუ თუ ღმერთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? ჩვენ სამართლიანად დავისაჯეთ, ვინაიდან რასაც ვაკეთებდით, იმის საკადრისი მივიღეთ. მაგას კი ცუდი არაფერი ჩაუდენია. და უთხრა: იესო, გამიხსენე, როცა შენ სამეფოში მიხვალ. იესომ უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე, ნახეთ, დღესვე, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. ეს არის ქრისტიანის
სულის ბედი. რომ დღესვე, იმ წუთასვე ჩვენ მიდივართ იესოსთან, 60-ში და არა რაღაცა განსაწმენდელები და არა რაღაცა. ერთ ნიმიდია, როცა გარდაიცვლებიან იესოსგან შორს და ნარჩენი იესოსთან მიდივარ სულებრივად და ველოდებით აღდგომას. აი ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მტკიცება მთელ სახარებაში, რომ ქრისტიანი როცა გარდაიცვლება, ის იესოსთან მიდის. პავლეც ამბობს ამასთან. რა მირჩევნია თქვენთან დარჩე თუ იესოსთან, ხო? სხეულიდან არ ყოფნა ნიშნავს ქრისტესთან ყოფნას. ესეც პავლეს სიტყვებია, რომელიც სულიწმინდით დაწერა. ვორენ რუისპი აგზელეს. მან დედამისი თავის საყვარელ მოწაფეს იოანეს მზრუნველობაში ჩააბარა. აი ამასაც იოანეს სახარება გვივსებს ჩვენ მე-19 თავში. მე წავიკითხავ 25 მუხლიდან. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისის და მარია კლეოპასი და მარია მაგდალელი. დაინახა იესომ იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა. უთხრა დედას: დედაკაცო, აჰა, შენი ძე. შემდეგ მოწაფეს უთხრა: აჰა, დედა შენი. და მოწაფე მინდროიდან თავისთან წაიყვანა იგი. და ამაზე ამბობენ კომენტატორები, რომ მაშინ ეთყობა, რომ ძმები ჯერ მოქცეულები არ იყვნენ, იაკობი და იუდა და კიდევ სხვები. და აქედან გამომდინარე იძულებული იყო იესო, რომ დაეტოვა თავის მორწმუნე მოწაფესთან. მაგრამ როდესაც სიბნელე ჩამოწვა, იესო 3 საათის განმავლობაში დუმდა. 3 საათის შემდეგ სიბნელე გაქრა. შემდეგ იესომ წამოიძახა: ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე? ეს იყო პირდაპირი ციტატა 21 ფსალმურიდან. იქ წერია ესე: ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე? რატომ ხარ შორს, როცა საშველად შემოგღაღადებ? სწორედ სიბნელეს დროს გახდა იესო ჩვენთვის ცოდვად. ამას ჩვენ მეორე კორინთელთა მე-5 თავში ვკითხულობთ 21 მუხლში. ის მამამ მიატოვა. ეს სიბნელე იმ სამჯავროს სიმბოლო იყო, რომელიც მან განიცადა, როდესაც ჩვენთვის წყევლად იქცა. ამას გალატელთა წერილში პავლე გვეუბნება მე-3 თავის მე-13 მუხლში. ფსალმუდის 21 თავის მეორე მუხლი მიუთითებს სინათლის პერიოდსა და სიბნელის პერიოდზე. ღმერთო ჩემო, მოგიხმობ დღისით არ პასუხობ, ღამით და არ მაქვს მოსვენება. ხოლო იგივე ფსალმუნის 21-ესი მე-3 მუხლი ხას უსვავს ღვთის სიწმინდეს. შენ კი წმინდაო, ისრაელის ხოტბათა შორის მკვიდრობ. როგორ შეეძლო წმინდა ღმერთს კეთილგანწყობით შეხედა თავის ძისთვის, რომელიც ცოდვაში ჩავარდა? იესომ ეს სიტყვები ებრაულად წარმოთქვა. ეს სიტყვები, მაგრამ მაყურებელმა ესენი ვერ გაიგეს. მათ ეგონათ, რომ ის ელიას ეძახდა დასახმარებლად. ყურადღებით რომ მოესმინა და მთლიანად განეხილათ ეს 21 ფსალმუნი, ისინი სიმართლეს გაიგებდნენ. უფალმა სწრაფად ზედიზედ 3ჯერ დაილაპარაკა. მან თქვა: წყურია. ამას იონე გადმოგცეს მე-19 თავში და ამითი აღსრულდა ფსალმუნი 68-21. ვიღაცამ შეიბრალა იგი და ჟავეღვინი დაუსვლა ტუჩები. დანარჩენები ელოდნენ, რომ ენახათ, იქნებ ელია მოსულიყო მის დასახმარებლად. შემდეგ იესომ იყვირა, აღსრულდა: მამაო, შენს ხელში ვდებ ჩემს სულს. ის ფაქტი, რომ იესომ ხმამაღლა იყვირა, მიუთითებს, რომ ის სრულიად აკონტროლებდა თავის მდგომარეობას და თავის შესაძლებლობებს. შემდეგ მან ნებაყოფლობით გასცა სული და განუტევა, მოკვდა. მიუხედავად იმისა, რომ ის უსუსურობის გამო ჯვარზე აცვეს, მეორე კორინთელთა სისუსტეში გააკრეს ჯვარზე, მე-13-4, მან საოცარი ძალა გამოიყენა, როდესაც მოკვდა. ერთდროულად ამ დროს 3 სასწაული მოხდა. ტაძრის ფარდა 2-ად გაიხა ზემოდან ქვემოთ, მიწისძვრა მრავალი საფლავი გახსნა და ზოგიერთი წმინდანი აღდგა მკვდრეთით. ფარდის გახევა სიმბოლურად გამოხატავდა საოცარ ჭეშმარიტებას, რომ ახლა უკვე გზა ღია იყო ღმერთისაკენ. ამას ებრაელთა წერილიც გვიმტკიცებს მე-10 თავში. აღარ იყო საჭირო ტაძრები, მღვდლები, სამსხურვლოები ამ ხელშეწირვა. ეს მე არ გადამითარგმნია, ვორენ რუისპიმ დაწერა, ასე რომ მიაქციეთ ქართველებო ამას ყურადღება. აღარ იყო საჭირო ტაძრები, მღვდლები, სამსხურვლოები და მსხვილშეწირვა. და საქართველოში ყველაფერია. ნახეთ, ესე იგი, ვიღაცა იტყვის, რომ აი ჩვენ არა გვაქვს, როგორ არა, მსხვილშეწირვაც აგაქვთ უკვე, ხო? წარმართული რომ დაიტოვეთ, ლომისობა რა არიება, ხო? და ცხრების დაკლას რამდენი ეწევა კიდე ლომისობის გარეშეც, ხო? სამეგერლოშიც იყო ეგა, რომ ავარიაში მოხდებოდა ვიღაცა და ცხვარს და რაღაცებს უკლავდნენ და დღესაც ეგრე იქნება, ხო? ასე რომ გააქვთ ტაძრებიც, გააქვთ მღვდლებიც, სამსხურვლოებიც და მსხვილშეწირვაც. რა არის აბა ის ძღვენი რომ მიაქვთ სვანებს და იმეებს, ხო?
თითის ხალხს იმებთან, რაღაც ქვებთან და ხეებთან და იმებთან როლოცულობენ. ასე რომ იესომ დაასულა ხსნის საქმე ჯვარზე. მიწისძვრა გვახსენებს იმას, რაც მოხდა სინაის მთაზე, როდესაც ღმერთმა მოსეს მისცა კანონი. გახსოვთ გამოსულის წიგნში, ხომ? როცა მიწისძვრა მოხდება, შეირყევა. გოლგოთას მიწისძვრა კი ნიშნავდა, რომ კანონის მოთხოვნები უკვე აღსრულდა და კანონის წყევლა სამუდაოდ გაუქმდა. ამასაც ებრაელთა წერილის მე-12 თავი გადმოგცემს. გახეული ფარდა მიუთითებს, რომ ცოდვა დამარცხდა და ჩვენ გვაქვს უკვე მისასვლელი ღმერთთან პირდაპირ. მიწისძვრა მიუნიშნებს, რომ დამარცხდა კანონი და აღსრულდა იგი, ხოლო აღდგომა მკვდრეთით საფლავებიდან ამტკიცებს, რომ მან სიკვდილი დაამარცხა. ხო, ჩვენ არ გვეუბნებიან იმას, თუ ვინ იყვნენ ეს წმინდანები, ისინი უბრალოდ მორწმუნეები იქნებოდნენ, რომლებიც გარდაიცვალნენ. მეფე ჯეიმსის ვერსია ვარაუდობს, რომ ისინი საფლავებიდან არ გამოსულან მისი აღდგომის შემდეგ. ახალი ამერიკული სტანდარტი ბიბლია ეთანხმება ამას და ძნელი დასაჯარებელია, რომ მათ პარასკევს შუადღესაც სიცოცხლე მიეცათ და მაინც კვირამდე სამარხებში დარჩნენ. ახალი საერთაშორისო ვერსია ვარაუდობს, რომ ეს წმინდანები მაშინვე აღდგნენ და სამარხებიდან გამოვიდნენ, მაგრამ ისინი იერუსალიმში მხოლოდ მას შემდეგ შევიდნენ, როდესაც იესო მკვდრეთით აღდგა. აი ესეც უფრო ისეთი ვერსია, ხო? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბევრი იუდაველი სასაფლაოზე იმყოფებოდა პასექის დღეს, რადგან შესაძლოა ისინი მკვდრების მიერ შებილწულიყვნენ. ეს აღდგომა შეიძლება მოხდარიყო ისე, რომ იმ დროს ვერან ვერ გაიგო ეს. ყოველი ამის შემდეგ იყო ასის თავისა და დამკვირვებლების მოწყობა. გასვოთ რა თქვა მან, ჭეშმარიტად ეს იყო ძეხვთისა. ეხლა მიუთითებდა ეს დარწმუნება ამ კაცის გადარჩენილ რწმენაზე? არ არის აუცილებელი. შეიძლება არა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მიუთითებდა გულებზე, რომლებიც ღია იყო ჭეშმარიტებისათვის და მერე მისაღებად, რომ დაფიქრდებოდა ადამიანები და თვითონაც ეს დაფიქრდა იმაზე, თუ ვინ იყო იესო. როდესაც იესო გარდაიცვალა, ჯვარზე ერთადერთი მოწაფე იყო მასთან. იონეს სახარება მე-19 თავი ამას გადმოგცემს და ეს იყო იოანე. მაგრამ ბევრი ქალი უყურებდა შორიდან. უეჭველად ისინი, ვინც მას ეხმარებოდნენ მის სახურებაში. ამას ჩვენ ლუკას სახარებაში მერვე თავში ვკითხულობთ. 3 ქალი დასახელდა: მარია მაგდალინელი, რომელიც 7 დემონისაგან იყო გათავისუფლებული, ამას ლუკა გვეუბნება, მარიამი იაკობისა და იოსების დედა, რომელიც ასევე საფლავთან იყოფებდა აღდგომის დილით. ამას ჩვენ მათეს სახარებაში დღეს მომავალ კვირას წავიკითხოთ 22 თავში და მარკოზიც გადმოცემს თავის მე-16 თავში და სალომე, იგივე ზებედეების დედა. აქ არის ნახსენები მათეში ზებედე, მაგრამ შემდეგი სახარება გვეუბნება, რომ სალომე იყო ეს. სალომე იაკობისა და იოანეს დედა. სალომე იესოს თხოვა განსაკუთრებული ტახტები თავის ვაჟებისათვის. გახსოვთ ხო? როდესაც მათ შორის დავა იყო. ეს სალომე იყო დედა ზებედეს ძეების, რომელიც თხოვდა თუ იესოს ვინსა დაჯდებოდა, ხო, მარჯვნივ და მარცხნივ დაესვა მისი შვილები. საინტერესოა ეხლა, როგორ ზნობდა სალომე თავს იმ დროს, როდესაც მისი მეფე ქრისტე ჯვარზე იყო ჩამოკიდებული და ესე უმწევნ მდგომარეობაში. შემდეგი არის მისი დაცული საფლავი. არიმათიელი იოსებისა და ნიკოდემოსის ჩარევის გარეშე, ამას ჩვენ იონეს სახარების მე-19 თავში ვკითხულობთ. იესოს ცხედარი შეიძლება არ ყოფილიყო ღირსეულად დაკრძალული. იოსებმა და ნიკოდემოსმა ირწმუნეს იესო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღიად არ ამოწმებდნენ თავიანთ რწმენას. და ღმერთმაც ისინი ფარულად შემოინახა ამ მიზნისათვის, რათა მათ იესოს ცხედარისათვიზე ეზრუნათ. რადგან იოსები მდიდარი კაცი იყო, ახალი საფლავი მოავზადა. მან ხელი შეუწყო ამეთი წინასწარმეტყველების აღსრულებას. ჩვენ ამას ესაიას 53 თავში ვკითხულობთ. და შეგიძლიათ მთლიანად ეს თავი კარგად წაიკითხოთ, თუ როგორ ასახავს იესოს ქრისტეს ჯვარზე აღსრულებას. მე წავიკითხა მარტო მე-9 მუხლს. ბოროტო მოქმედებთან მიუჩინეს საფლავი, თუმცა მდიდერთან იყო სიკვდილისას, რადგან ძალადობა არ ჩაუდენია და არც მზაკრობა ყოფილა მის ბაგეზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იოსებს არამათიელს ეს საფლავი თავისთვის ქონოდა მომზადებული, იმიტომ რომ ის მდიდარი კაცი იყო და ნამდვილად არ მოისურვებდა სიკვდილით დაჟის ადგილთან ახლოს ამ სამარხის და საფლავის ყიდვას. არამედ მან ეს მოამზადა საფლავი იმისათვის, რათა როცა იესო ჯვარზე
მოკვდებოდა, სწრაფად დაეგრძალა და ახლოს ყოფილიყო ეს საფლავი იმ გოლგოთასთან, თხემის და ქალის ადგილას, ხო, თავის ქალის ადგილზე. და დიდი დრო არ დაჭირებოდათ მათ. იმიტომ პასექიც მოდიოდა მალე. იოსები და ნიკოდემის შესაძლოა ბაღში ყოფილიყვნენ და იესოს სიკვდილს ელოდებოდნენ იქ. როდესაც ის ჯვრიდან ჩამოხსნეს, ამითი მათ თავი შეიბილწეს და პასექის ჭამა უკვე ვეღარ შეძლეს. მაგრამ რა აზრი ქონდა უკვე მხოლოდ ცხოველის ჭამას, მათ ხომ თავად ღვთის კრავი იპოვეს იესოს სახით. იესოს მეგობრების მიერ გამოვლენილი სიყვარულისგან განსხვავებით, ყურადღება მიაქციეთ ამ ებრაელი ლიდერების, რომლებაც შეთქმულება მოუწყვეს იესოს და ჯვარზე გააკრეს. მოწაფეებს დაავიწყდათ, რომ იესო დაპირდა, რომ მესამე დღეს კვდრითი აღდგებოდა, მაგრამ მისმა მტრებმა გაიხსენეს ეს. ჩვენ ეს დავიკითხეთ ხო ამ თავში. პილატემ წინაძღოლეს ნებადართო საფლავთან მცველები დაეყენებინათ. იმიტომ ტაძრას თავისი მცველები ყავდათ. და ებრაელები აკონტროლებდნენ ამ ტაძრის მცველებს. ამ მცველებმა კი ქვაზე ოფიციალური რომაული ბეჭედი დაადეს. ეს ყველაფერი ღვთისგან იყო. წინასწარ გამიზნული, რადგან ახლა შეუძლებელი იყო ვინმესთვის, თუნდაც მეგობრისაც ტვრithis, რომ ცხედარი მოეპარათ. ამის გაცნობიერების გარეშე შეუგნებლად, ისე რომ ვერც წარმოიდგენენ ისინი, იუდეულებმა, წინამძღოლებმა და რომის მთავრობამ ძალები გააერთიანეს, რათა ამ ქვის დაბეჭდით იესო ქრისტეს აღდგომა უფრო ლეგიტიმური და დამადასტურებელი გაეხადათ მათთვის, ვინც კი წაიკითხავდა ამ სახარებას. მადლობა მოსმენისათვის.